სევასტოპოლის მთავარ ელექტროსადგურს დავარტყით, კინო აღარ იქნება, აცხადებს უკრაინის უპილოტო საფრენი ძალების მეთაური რობერტ მადიარ-ბროუდი. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კი, რომელიც უკრაინული დრონებით დაიბომბა, წელს მუშაობას ვერ აღადგენს. საწარმო მოსკოვის რეგიონისთვის საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო. ამის გარდა უკრაინამ ორ დღეში რუსეთის კოსმოსური კავშირგაბმულობის ორ ცენტრს დაარტყა. რუსულ ავიაკომპანია აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს. ფრენების განხორციელება ყოველგვარ ეკონომიკურ აზრს კარგავს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კრიზისის მიზეზად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ფორს-მაჟორული სიტუაცია და საწვავის წარმოების შემცირება სახელდება. აზიმუტი რამდენიმე წელია რუსეთიდან ფრენებს საქართველოშიც ასრულებს. საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ექიმი, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაბრუნდა. მათი ცნობით, ექიმი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. კონგოში ებოლას ეპიდემია აფეთქება მაისში დაიწყო. ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის. ბლუმბერგი წერს, რომ SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების მკვეთრმა ვარდნამ მისი ქონება დაახლოებით 957 მილიარდამდე შეამცირა. ამით დასრულდა მისი ხანმოკლე ყოფნა ისტორიაში ერთადერთ ადამიანად, რომელიც 13 ციფრიან ქონებას ფლობდა.